ინფრასტრუქტურული პროექტები ლაგოდეხში, სოფელ ვარდისუბანში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში კეთდება სანიაღური არხები, ცხაურები და საკარმიდამო ნაკვეთებამდე გადასასვლელი ხიდბოგირები. საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით ახლად დაგებულ გზაზე საგზაო ნიშნები მოეწყობა. პროექტი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ფინანსდება. სოფელ ვარდისუბანში აქტიურად მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები. თითქმის 1 კილომეტრიან მონაკვეთზე ეწყობა ახალი ასფალტის საფარი, მოწყობილია ასევე კაპიტალური სანიაღური არხები, საკარმიდამო ნაკვეთებში შესასვლელი ადგილები წესრიგდება. პროექტი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან არის დაფინანსებული, მისი ღირებულება 633,000 ლარს შეადგენს. პარალელურად მიმდინარეობს სხვადასხვა ლოკაციებზე აღნიშნული ტიპის სამუშაოები. სოფელ ბაღდადში 2 კილომეტრიან მონაკვეთზე ახალი ასფალტის საფარი იგება, ეწყობა ასევე კაპიტალური სანიაღური არხები და სრული რეაბილიტაცია უტარდება წყალმომარაგების ქსელს. პარალელურად სამუშაოები მიდის სოფელ კაბალშიც, დავიწყეთ რამოდენიმე დღის უკან სოფელ მსხალგორში ზემო და ქვემო მსხალგორის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია და უკვე დაწყებული აქვს მუნიციპალიტეტს 2025 წლის სამოქმედო გეგმაზე მუშაობა, სადაც დაგეგმილი გვაქვს სხვადასხვა სახის მრავალი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ჩვენს მუნიციპალიტეტს და ჩვენს მოსახლეობის კეთილდღეობას ემსახურება. ეს ადგილი იყო გაუვალია რო იტყვიან მიმდებარე ტერიტორიას გვეძახოდნენ, მაგრამ აღარც მიმდებარე ეკალბარდის შუაგზამდე გადმოსული ბავშვების სკოლაში ხელით მიყვავდათ ხო ყავდა შვილები ცეკვაზე რო დადოდნენ ღამე იქხდა არანაირი განათება, არანაირი ხიდი გადმოსასვლელი, ეს გზა იყო სკოლასთან დამაკავშირებელი, მაგრამ როგორ კავშირდებოდა იყო სულ მის დღეში გუბეები მოდიოდა ის ეხლა ყველაფერი გვაქვს. აგერ ფაქტია რაც კეთდება, მეზობლები ერთმანეთს ვეძახით ერთი კვირაა, ნუ თუ ეს მართლა